ბრწყინვალე ხვიჩა კვარაცხელია და ბრწყინვალე პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. პარიზელებმა ბაიერნთან სტუმრად 1-1 ითამაშეს. მეტოქეს ორი მატჩი ჯამში 6-5 აჯობეს და ბუდაპეშტის საგზური სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. ყვარაკი მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოების ჩაიწერა. ის პირველია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ამ ტურნირის პლეი-ოფის ზედიზედ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. მთლიანობაში წელს კი საგოლე მოქმედებები 16-მდე გაზარდა და კილიან მბაპესა და ჰარი კეინს გაუთანაბრდა. პარიზული დაპირისპირების მსგავსად გულშემატკივარმა მიუხენურ მატჩი ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი მიიხილა. მართალია პარკ დე პრენსზე იდენტურად ალიანს არენაზე 9 გოლი არ გასულა, მაგრამ ორივე კლუბის სათამაშო ხარისხი ყველაზე პრეტენზიული ადამიანის გემოვნებასაც დააკმაყოფილებდა. მასპინძლებმა მატჩის დებიუტში ნამდვილი შოკი მიიღეს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება გახლდათ. ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ქართველმა ნახევარმცველმა ფაბიან რუისის კარგი პასის შემდეგ მარცხენა ფლანგზე ტექნიკურად ითამაშა და უსმან დემბელეს საგოლე გადაცემა გაუგედა. ხვიჩასთვის ეს მიმდინარე ლიგაში მე-6 ასისტი და მე-16 საგოლე მოქმედება იყო. პირველი ტაიმის დარჩენილ დროშიც კვარა სტუმართა შორის ყველაზე აქტიური იყო და ბურთის თითოეული მიღებისას სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა. შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ნერვებმა უმტყუნა და ბურთის მოედნის გარეთ გადაგდების გამო ყვითელი ბარათი მიიღო. მეორე ნახევარში როგორც ხვიჩა კვარაცხელია, ასევე პარი სენ-ჟერმენი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პარი სენ-ჟერმენის ქართველი ლიდერი, რომელსაც 2-ზე შეეძლო გატანა და პირველ შემთხვევაში მანუელ ნოიერმა ურთულესი ბურთი აუგო, ხოლო მეორედ საოცარი სოლოროიდის დაგვირგვინებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მთლიანობაში ხვიჩამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო 90 წუთი ჩაატარა და ბაიერნის მცველებს თუ ვინმე შეჩერება უჭირდათ, ეს პირველ რიგში საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო. რაც შეეხება რეკორდმაისტერს, მართალია ჰარი კეინმა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ეს საერთო საქმისთვის საკმარისი არ გამოდგა და სტუმრებმა არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. მასის დასრულების შემდეგ გავლენიანმა გამოცემა სოფასკორმა პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები შეაფასა. საფონოვი 6.8, ზაირემერი 6, მარკინიოსი 6.5, პაჩო 7, მენდეში 7.5, ფაბიან რუისი 6.9, ვიტინია 6.5, ჟოაო ნევეში 7.1, დეზირე დუე 7.2, დემბელე 7.6 და ხვიჩა კვარაცხელია 8. როგორც ხედავთ, კვარას პესეჟის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება ერგო, თუმცა სოფასკორმა მატჩის საუკეთესოდ მანუელ ნოიერი დაასახელა და 8.9 შეფასება დაუწერა. უეფამ კი საუკეთესოდ პაჩო აღიარა. შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდის მოწმენელებმა, პრეზიდენტებმა და ხვიჩამაც განვლილი 90 წუთი შეაფასეს და ფინალზე ისაუბრეს. ლუის ენრიკემ: კარგი მოგონებები დავაგროვეთ, მატჩი დიდი ინტენსივობით ჩავატარეთ, დაცვა შეტევაზე უკეთესი იყო, ისეთი გუნდის წინააღმდეგ როგორიც ბაიერნია, ხასიათი რომელიც ვაჩვენეთ ძალიან პოზიტიურია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ზედიზედ მეორედ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ძალიან ინტენსიური და რთული მატჩი იყო. ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ ფეხბურთს. ორივე გუნდი ერთმანეთს გავს. გვიყვარს მაღალი პრესინგი. ძალიან ბედნიერები ვართ. 2 დღეში დაბადების დღე მაქვს და უზომოდ ბედნიერი ვარ. შემდეგ ეტაპზე გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გვინდა ჩვენს გულშემატკივრებს ბევრი ასეთი საჩუქარი გავუკეთოთ. ნასერ ალ-ხელაიფი: ეს ნამდვილი საოცრება. მეორე ფინალი და ამჯერადაც გამარჯვება გსურს. პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები კი არა, ნამდვილი მეომრები ყავს. ბაიერნი დიდი კლუბია, ძლიერი ფეხბურთელები და მათ წინააღმდეგ საოცარი მატჩები ჩავატარეთ. გასულ წელს სწორედ აქ მიუნხენში დავწერეთ ისტორია და გსურს ეს ისტორია კიდევ უფრო გავამდიდროთ. ვინ არის ჩვენი მთავარი ვარსკვლავი? არავინ. მთლიანად გუნდი, რომელსაც ყველა შეხვედრაში ბრძოლა სურს. აი ეს არის ფეხბურთი და აი ეს არის პარი სენ-ჟერმენი. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მთავარი მწვრთნელი და პლანეტაზე გამორჩეული გულშემატკივრები გვყავს. კომპანი. ამ მარცხითა და იმედგაცრუები დიდხანს ვერ დავიტანჯებთ. რა თქმა უნდა, წაგება უსიამოვნო ამბავია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ძლიერ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდით და ის აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ ეპიზოდებში უფრო ეფექტურად მოქმედება იყო საჭირო. ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია, თუმცა მომდევნო სეზონში ამ ტურნირის მოგების შანსი კიდევ ერთხელ მოგვეცემა, რაც პირადად მე უდიდეს мотивაციას მაძლევს. რა მომეწონა პარი სენ-ჟერმენის ასპარეზობაში? პრესინგი და მათი ფორვარდების მხრიდან თავისუფალი სივრცეების სათანადო დასვისება. გამჩა ისეთი სტაბილურობა, რომ როდესაც სახიფად თუ უტევდით და ბოლო პასი უნდა გამეკეთებინა, ან კარში დაგვერთხა მეტოქე დაცვის გადაწყობას ასწრებდა.
ტრაგედია არ მომხდარა. სხვა ევროპული გრანდებიც 10 წელიწადში ერთხელ იგებენ ჩემპიონთა ლიგას. რა თქმა უნდა, რეალს თუ არ ჩავთვლით. რაც შეეხება სადავო ეპიზოდებს, ბუნებრივია არბიტრის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდით. თუმცა ამ მარცხის გამო მთელმა გუნდმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. გასული 180 წუთის განმავლობაში, როგორც ჩვენ ასევე პარი სენ-ჟერმენმაც ყველაფერი გააკეთა ფინალში გასასვლელად და მიზანს ალბათ საუკეთესო მიაღწია. კვარაცხელია, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ფინალში გავედით. ვიცით, რომ არსენალთან ძალიან რთული მატჩი გვეულდება. ბაიერნი ამ მომენტში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მატჩი ძალიან რთული იყო. ალბათ სეზონში ყველაზე რთულიც. ვაჩვენოთ, რომ ასეთი დონის გუნდებთან თამაში შეგვიძლია. ამ ემბლემისთვის ყველაფერს გავიღებ. ძალიან ვამაყობ, რომ ეს ისევ შევძელით. ფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი მატჩი იქნება და ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასე სწრაფად გავიტანეთ. დავინახე, რომ დემბელე თავისუფალი იყო და უბრალოდ ბურთი უნდა მიმოწოდებინა. მან ეპიზოდი შესანიშნავად დაასრულა. ვამაყობთ მისი და მთლიანად გუნდით, რადგან დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და საოცარი გუნდური სული ვაჩვენეთ. არსენალი პატივს ემთ ყველა გუნდს. ჩემთვის თავარია საუკეთესო მატჩი შვენება. დიდად არ ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ იქნება მეტოქე. უბრალოდ ვემზადებით ჩვენი ფეხბურთისთვის და მოედანზე ყველაფერს ვდებთ. რთული იქნება, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ჩვენ უბრალოდ უნდა გავიდეთ და ამ მომენტით დავტყვეთ. არ ვიცი ვარ თუ არა ჩემი შესაძლებლობის პიკში. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი და გამარჯვება. უბრალოდ მოგება მინდა. გარდა სტაფის წევრების ამ მატჩის შემდგომ კვარაზე მსოფლიო მედია უწყვეტად წერს და ოვაციებს არ მალავს. ევროსპორტი დიდი საფეხბურთო საღამოების კვირია. მართალია ხუჩამ ამჯერად ვერ გაიტანა, თუმცა დემბელეს გოლში 80%-იანი წვლილი მაინც მიუძღოდა, რადგან დაახლოებით 40 მეტრი დრიბლინგის ხარჯზე დაფარა და უსმანს სივსისხლიანი საგოლე პასი მიაწოდა. მეორე ტაიმში დაიო უპამეკანო პატარა ბავშვით მოოტყვა და რომარა მანუელ ნოიერი აუცილებლად გაიტანდა. შეუჩერებელ ქართველს მოგვიანებით ბრწყინვალე სოლო რეიდი ჰქონდა, რომლის გოლი დაგვირგვინებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მოკლედ რო თქვათ, ხუჩა ოქროს ბურთის რეჟიმშია და საუკეთესო სეზონი აქვს. გოლწერტილი კომი უსმან დემბელეს იდეალური პასი მიაწოდა, რის შედეგად სტუმრებმა ანგარიში გახსნეს და სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს. ქართველი ფეხბურთელი შეუჩერებელი იყო, უმაღლეს ზონაზე თამაშობდა ორთაბრძოლების დროს და მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამონება გახლდათ. გარდა ამისა, ტრადიციულად ხუჩამ უკანა ხაზის დახმარების თვალსაზრისით კოლოსალური სამუშაო გასწია. კულტურ პესეჟე კიდევ ერთი დიდებული შეხვედრა ქართველისგან დიდ მატჩი. ხუჩა ჩემპიონთა ლიგის ყოველ მატჩში სერიოზულ განაცხადს აკეთებს. მისი საოცარი ასპარეზობის შესაფასებლად სიტყვების მოძებნა რთულია. ლაპარიზენი ამჯერად როგორი საოცარი იყო. მისის ბურთის უჯარიბო დართმევა ბოლო პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელია. ხუჩა მიუხენელებს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა. ონზე მონდიალი უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სულ რაღაც 3 წუთი დასჭირდა საამისოდ, რომ კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა როგორი დიდი მატჩების, როგორი დიდი ფეხბურთელია. საგოლე პასის გარდა ბაიერნს განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნიდა და თავის ფლანგზე თითქმის ყველა წერტილში იყო. თამაშის ბოლოს ტრადიციულად დაცვაში შეითავსა ფუნქციები და რამდენჯერმე ვითარება განმუხტა. აქ მოგეტყვით იმასაც, რომ მატჩის შემდგომ ხუჩამ ალიანს არენა ბოლოს დატოვა, რადგან უეფამ ქართველი ფეხბურთელი დოპინგ ტესტში ამოწმა. შეგახსენებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება და ხუჩა კვარაცხელია ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგებას არსენალთან მატჩი შეეცდება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.